რეგიონში უწყვეტი აქციები მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ თვითონ ის ხალხი, ვინც აქ რეგიონებში ცხოვრობთ, პირველ რიგში აქ პოულობთ ისეთ ადამიანებს, ვისთანაც ხდება აზრთა გაცვლა, გამოცვლა, ერთმანეთს უზიარებთ იმ გულისტკივილს, რაც გამოწეულია ჩვენი აი ამ ეგრეთ წოდებული ხელისუფლების მიერ განხორციელებული ქმედებებით და პირველ რიგში ეს უწყვეტი აქციები რეგიონებში მნიშვნელოვანი ალბათ იმითაც არის, რომ თბილისმა იგრძნოს, რომ მათ მხარდაჭერა აქვთ რეგიონებიდან და საიმედო ზურგი აქვთ რეგიონების სახით. ჩვენთან იყო გამოცდილება იმისი, რომ სხვა ქალაქებიდან ჩამოდიოდნენ აქტივისტები, ეს პირველ რიგში ჩვენ გვამხნევებს და გვაძლევს мотиваციას იმისას, რომ ყოველ დღე გამოვიდეთ და დავაფიქსიროთ ჩვენი აზრი, რომ ამ ქვეყანას, რომელმაც 30 წლის წინ მოიპოვა სისხლით დამოუკიდებლობა, არ დავთმობთ და არ დავკარგავთ, პირიქით გვინდა რომ ეს ავიყვანოთ სხვა ხარისხში ეს დამოუკიდებლობა და საბოლოო ჯამში მივაღწიოთ ქვეყნის თავისუფლებამდე. თითოეული ადამიანის თავისუფლებაზე გადის დღეს ქვეყნის თავისუფლება. ის კანონები, რომლებიც მიმართულია იმისკენ, რომ თითოეული პიროვნების პირადი პატარა თავისუფლებები შეზღუდოს და საბოლოო ჯამში გამოიწვიოს ის, რომ თავისუფალი საზოგადოება არ იყოს ქვეყანაში. აი ამის არ დაშვება რო გვინდა, ეს გვაძლევს ყოველდღიურად მუხტს და ენერგიას, რომ მოვიდეთ აქ და გავაპროტესტოთ ეგრეთ წოდებული ხელისუფლების მიერ განხორციელებული თითოეული ნაბიჯი, რომელიც მიგვაქანებს უსკრულისკენ და იმ ჭაობისკენ, რომელშიც ვიყავით დაახლოებით 240 წელი და ამოვედით 30 წლის წინ ამ ჭაობიდან და არ გვინდა კიდევ იმ ჭაობში დავბრუნდეთ. მით უმეტეს მე მაგ გამოცდილება იმისა, რომ მე პირადად დევნილი ვარ და ვიცი თუ რას ნიშნავს საკუთარ ქვეყანაში იყო დევნილი და აქედან 20 კილომეტრში იდგეს ოკუპანტი, რომელიც საკუთარ სახლში არ გიშვებს. აი ამიტომ ვდგავარ აქ, რომ იგივე არ განმეორდეს, რაც მოხდა 30 წლის წინათ, როცა მე დავტოვე ჩემი სახკარი და არ მაქვს იმის შესაძლებლობა, რომ მივიდე იქ და ვიცხოვრო ჩემს სახლში და მივიდე ჩემი წინაპრების საფლავებზე. ამის შესაძლებლობას არ გვაძლევს ოკუპაცია და ოკუპანტი ქვეყანა, რომელსაც ქვია რუსეთი. ეს არის ჩემი мотиваცია, რომ ყოველდღიურად დავდგავარ. ყველა ის ქმედება, რასაც ხელისუფლება ახორციელებს, რომ მოსახლეობა დააშინოს ჯარიმებით, ვიღაცების ადევნებით, სხვადასხვა ქმედებებით, ვიცით, რომ ამ ყველაფრის მიღმა თუ ჩვენ შეგვეშინდა, მაშინ კარგავთ პირად თავისუფლებას და კარგავთ ქვეყნის თავისუფლებას. ამდენად, როდესაც საქმე გვაქვს ოკუპანტთან და ოკუპაციასთან, ამ შემთხვევაში ჯარიმით და რა ვიცი, ადევნებით და ასე შემდეგ ვის უნდა შეეშინდეს, რომელს ქართველს შეშინებია დიდგორის ბრძოლაში ოკუპანტის წინააღმდეგ, სხვადასხვა ბრძოლებში ქართველები შეჩვეული ვართ ბრძოლას და ჩვენ გვაქვს იმის განცდა, რომ ყოველდღიურად აქ მოვდივართ იმ განცდით, რომ ჩვენ ვიცავთ ქვეყანას იმ საშუალებებით, რაც ჩვენს ხელში არის და რითიც შეგვიძლია.